გესალმებით, მოგროვთ თქვენ მარსაბა და არ კაპუჩინოს და დღეს თქვენ ალბათ უკვე იცანით ეს სოფელი თუ უყვეთ ჩემს წინა ვიდეოს რომელსაც ქვია დეტექტივმა იპოვა ეს სოფლელი სახლში მინიკრაფტში და მე ისევ გამოვიძახეს ამ სოფელში დანაშაულის გამო. მე ნამდვილად არ ამიხსენს რა მოხდა ერთ-ერთი რაც ვიცი ესა ის რომ მოხდა საშიში მკვლელობები რომელიღაც ფერმებზე და აი უკვე მგონი მივხვდი რომ ფერმებზე მოეთაბა წავიდეთ მივიდეთ ამ პოლიციებთან და გავიგოთ რა მოხდა აქ. გამარჯობა მე ვარ დეტექტივი აი ჩემი დოკუმენტები აი შეიძლება გაეცანით ალბათ შეიძლება ამიხსენით რა მოხდა აქ. ბატონო საბა გამარჯობა მოკეთ გახსოვთ რომ თქვენ წინაზე დაგვახმარეთ და დაიჭერეთ ქურდი? დიახ მახსოვს და თქვენ გადაკეთეთ ის სახლი როგორც მე გთხოვეთ? დიახ გადავკეთეთ და მეორე დღეს კი ფერმერმა ნახა ეს ლუქი, რომელიც იყო დამალული ბალახებით, რომლებიც ჩვენ ახლა ცოტა მოვაშორეთ და ბუჩქებით და შეიდეთ კი აღმოაჩენს 4 ადამიანის სხეული და ერთი გადარჩენილი ადამიანი, რომელიც უკვე გეოდებათ მაგ სარდაფში. ტაქს, ოკეი, ახლა ჩავიწერ ტაქს. ოკეი, გასაგებია და კიდე ერთი კითხვა მაქვს და რომელ საათზე დაახლოებით აღმოაჩინეს ეს სარდაფი? სადღაც საღამოს 6 საათზე. იქ კიდევ არის ჩასული სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. კარგი, ოკეი, გასაგებია, მაშინახლავე ჩავალ, აი მეგობრებო შეხედეთ, აი ბუჩქები და აი ბალახებიც მოაშორეს, ყველაფერი გადაღვების, ეს კარგია. ოკეი, აი ეს ლუქი მოით მეგობრებო გავაღოთ და ჩავიდეთ აქ. ტაქს, ოკეი, გამარჯობა, მე ვარ დეტექტივი, აი შეიძლება ჩემი საბუთები, აბა რა სიტყვით? ტაქს, თუ შეხედეთ, ამ ადამიანების სხეულით შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომელიც სხეულები აქ არის განლაგებული დიდი ხანი, სადღაც 2 წლიდან 6 წლამდე. საღამოსკენ უკვე იქნება დეტალური ექსპერტიზა და გაირკვევა ზუსტი დრო. ტაქს, ოკეი, გასაგებია, დიდი მადლობა, კაი, ოკეი, იმუშავეთ. და როგორც მე უკვე მივხვდი, გამარჯობა, როგორც მივხვდი, თქვენ ხართ ის გადარჩენილი ადამიანი. მე მაქვს თქვენთან ერთი კითხვა და ხომ არ დაემახსოვრეთ მაგ ქურდის სახე, ან რატომ სასმელი ეცვა, ან მისი სიმაღლე, იმიტომ რომ ახლა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი წვრილმანი. გამარჯობა, დიახ, მე ვარ. დიდ მოისკეთით, ცოტა მიშენია, ვერ დავივიწყე ეს ისტორია. მოკლედ მე დავიწყებ იმით, რომ ეს ქურდი შემოვარდა ჩემს სახლში და როდესაც შემოვარდა, მე უბრალოდ კარიღია მქონდა დატოვებული და როდესაც შემოვარდა, მე თავდაცვის მიზნით სადამ მომიყვანდა ამ ადგილას, მე ავიღე დანა და ცოტათი გავჭერი თავდაცვის მიზნით. ტაქს, ოკეი, გასაგებია და შეგიძლიათ მითხრათ რომელ ადგილას გაჭერით? დიახ, მე გავჭერი მარჯვენა მხარეს. ასევე მე დავამახსოვრდა მისი ტანსაცმელი. ის იყო სულ თეთრ კოსტიუმში, როგორც ექიმი. სახის დიდად არ ცმალავდა, მას ჰქონდა მწვანე თვალები, როგორც მე და ფეხებზე ასევე ეცვა ნაცრისფერი სპორტული ფეხსაცმელი. ტაქს, ოკეი, ჩავიწერე ახლა და თქვენ კიდე ახლა არსად არ წახვიდეთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ შესაძლებელია დამჭირდებით და და ეს რა კარია? ამ კარის შიგნით არის გააგებული ოთახი. მაგ ოთახში არის ციხე, სადაც ისვავდა ისეთი ადამიანებს, როგორიც ვარ მე. ტაქს, საინტერესოა, კაი, დიდი მადლობა და თქვენც ასევე დიდი მადლობა იმუშავეთ და თქვენ შეიძლება ცოტა ხნით აქ დამეოდეთ, მე შევალ იმ ოთახში და გავარკვევ რაღაცეებს. ტაქს, ოკეი, მოით მეგობრებო, ტაქს, კარები უფრო კარგი აქ დავხუროთ და ტაქ, მეგობრებო, ჯერჯერობით რასაც მივხედავ, ეს არის ჯერჯერობით ტაქს, სისხლი, ეს არის პირველი მტკიცებულება და პირველი მტკიცებულება ეს არის სისხლი, ტაქს, ოკეი, მოით მეგობრებო, უფრო კარგია ასე გადავაბიჯოთ. აუცილებლად მე ვეტყვი აი სასამართლო სამედიცინო ექსპერტს ვეტყვი რომ აიღოს ამ სისხლის ანაბეჭდი ექსპერტიზისთვის. მერტ შემოშეღეთ მეგობრებო კიდე ერთი სხეული. გამოის ამ ციხეში მალავდა ის ქურდი, ის დამნაშავე,
ყველა თავის დააქვს, ოკეი, ყველა ადამიანს, ვისაც იპარავდა დააქვს, ოკეი. მოეთმოგროვე ეს ყველაფერი ჩავიწევოთ დააქვს, ოკეი. ნუ ეს უფრო შეხედეთ, მეგრო, უფრო სხვებთან შედარებით უფრო ახალი სხეულია, გამოის შესაძლებელია რამოდენიმე კვირის წინ მხოლოდ შემოიყვანა იმ ქურდმა და ოკეი, მოეთმოგრო ყველაფერი ჩავიწევე და შეხედეთ, მეგრო, კიდე რა დავინახე. აქ არის ორმაგი შეხედეთ, მეგრო, ორმაგად არის დაცული ყველაფერი, შეხედეთ აქ აი ესეთი ორმაგი რკინის ღობეები, ობსიდიანით, მეგრო, შეხედეთ არის ყველაფერი გადაკეტილი და ასეთი რკინის კარი. მეგრო, მგონი ჩვენ გვაქვს საქმე ვიღაც პროფესიონალურ კილერთან. ნუ კილერი არა, შესაძლებელია უბრალოდ მკვლელი და ოკეი. так, მეგრო, ყველაფერი ჩავეწე, მე მეგრო, ყველაფერს ვიწერ იმისთვის, რომ გქონდეს ასე ვთქვათ, აი ესეთი ისინი. так, მეგრო, და კიდე შეხედეთ, მეგრო, რა შევამჩნიე. აქ არის რაღაც შეხედეთ, აი ხის დაფა. ანუ შეხედეთ, მთელი ოთახი არის შედგენილი აი ობსიდიანით, ასეთი მიწით, ასეთი ქვით და აი ეს ერთადერთი რაღაცა ესეთი ხის დაფა. так, მეგრო, ვერცოთ მოით მეგრო ვერცოთ გავთხოვოთ ძალიან ცუდია, მეგრო, ნაჯახი არ მაქვს თან წამოღებული, მაგრამ მოდი და მეგრო, არაფერი არ არის. მაგრამ მაინც მეგრო რაღაც ძალიან გასაკვირი იყო და ოკეი, მოით ასე დავტოვოთ და ოკეი, მოით ახლა გამოვიდეთ აქედან. так, შეხედეთ, მე მოკლედ იქ ვნახე ასევე სისხლის პატარა წვეთი, შეიძლება აიღეთ მაგ წვეთისგან ანაბეჭდი ექსპერტიზისთვის და თქვენ შეგიძლიათ თუ შეიძლება მაჩვენოთ თქვენი სახლი? ნუ კი, წამოდით როგორ არა გაჩვენებთ. так, ოკეი, მაშინ მოით ახლა მოვიდეთ და მოით მეგრო, ოპა, ასე ამოვიდეთ. მოით მივიდეთ ახლა პოლიციელებთან. так, გამარჯობა კიდევ ერთხელ, თქვენ მგონი მითხარით, რომ ეს სარდაფი აღმოაჩინა ფერმერმა, ხო და მე ჭირდება მისი სახლის მისამართი. დიახ, ეს ფერმერი ცხოვრობს აი პირველივე სახლში, აი ამ სოფელში. так, სომა სახლში, აი იმ სახლში ხომ? так, ოკეი, დიდი მადლობა. დიახ, აი შეიძლება შევაბრძადეთ, ეს არის ჩემი სახლი. так, ოკეი, ოპა, ყავით ერთოს, აქ არის სისხლი და მოით მეგრო, ეს ფურცელი ავიღოთ, პატარა ნაწილი ექსპერტიზისთვის. так, ოკეი, გამოის ეს არის თქვენი სახლი, ხომ? გასაგებია. გამოის თქვენ სად იყავით, იმიტომ რომ ესაც შემოვარდა ის ქურდი? დიახ, მე ვიჯექი აი ამ საწოლზე და ეს ეგრევე შემოვარდა და აი ეს დანა, რომელითაც მე ასე ვთქვათ თავის დაცვას ვცდილობდი, იდო აი ამ ჩარჩოში. так, ოკეი, აი ამ ჩარჩოში გასაგებია და так, და აი დანა არსად არ არის. შესაძლებელია მაქვს ორი ვარიანტი. ან შესაძლებელია მაგ ქურდმა თქვენი დანა სადმე დამალა, ანუ შესაძლებელია სადმე გადააგდო, ან შესაძლებელია თავისივე სახლში წაიღო და სახლში სადღაც დამალა. ესეთი ორი ვარიანტი ინდო თქვენგან მე ვერსად ვერ ვხედავ ამ დანას. так, ოკეი, დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დაეხმარეთ, ძალიან დაგვეხმარეთ. თქვენ ხომ არ გინდათ რამე სამედიცინო დახმარება? კარგად გრძნობთ თავს? დიახ, არაფერი ჯაჟავით არც კი გამიკეთა, მაგრამ აპირებდა ჩემს მოკლას, მაგრამ ვერ მოასწრო. დიდი მადლობა თქვენს ასევე რომ მოაღწიეთ. არაფრის, მაგრამ თქვენ ასევე ასე ვთქვათ დიდი მადლობა უნდა უთხრათ ფერმერს, რომელთანაც მე ახლა ასე ვთქვათ წავალკაი და თქვენ კიდე დიდი მადლობა. так, მეგრო, და ჩვენ კიდე ახლა უნდა წავიდეთ იმ ფერმერთან, რომელსაც აღმოაჩინა ეს სარდაფი და როგორც მითხრეს პოლიციელებმა, ეს ფერმერი ცხოვრობს აი ამ სახლში. так, ოკეი, მოით მეგრო, ახლა წავიდეთ. გამარჯობა, მე ვარ დეტექტივი, შეიძლება შემოვიდე? დიახ, შემობრძანდით. გამარჯობა, მე ვარ დეტექტივი, აი თუ შეიძლება გაეცანით დოკუმენტებს. მე როგორც მითხრეს, თქვენ ხართ ის ფერმერი, რომელსაც შეამჩნია ეს სარდაფი, ხომ? დიახ, მე შევატყვე იქ ეს ლუკი. მოკლედ, მე გუშინ როგორც გამოვედი ფერმებზე და შევამჩნიე, რომ
დიდ ფერმებში გაზრდილ ბალახი. თუ მე ამიღე ბაკრატელი და დავიწყე ამ ბალახის გაჭრა და შევაჩვიე ლუქი, რომელშიც იყო განლაგებული ის დაწყევლილი სარდაფი. так, окей, ჩავიწერე, მაგრამ так, თქვენ ამბობთ, რომ ეს სარდაფი შეამჩნიათ გუშინ, ხომ? დიახ. ეს საოცარია, так, окей, ჩავიწერე, გასაგებია და თქვენ ხომ არიცით ისეთი პიროვნება, რომელსაც აცვია თეთრი მაისური, ნაცრისფერი სპორტული და ნაცრისფერი სპორტული ფეხსაცმელი? დიახ, როგორ არა. ჩვენს სოფელში ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, როგორც თქვენ აღწერეთ, ასეთი ადამიანი ერთ-ერთი არის ჩვენ სოფელში და ის ცხოვრობს ეკლესიაში. так, окей, მადლობა დიდი, თქვენს დიდი მადლობა. ძალიან დაეხმარეთ და გვეხმარეთ ჩვენ. მეგობრებო, აი ახლა ძალიან საოცარია. იცით რატომ მეგობრებო, ყველაფერი ძალიან საოცარია და იცით რატომ? იმიტომ რომ როგორც მე, როგორც პრინციპში მითხრეს ექსპერტებმა, როგორც მითხრეს პოლიციელებმა და როგორც პრინციპში მე თვითონ დავინახეს სხეულები, ძალიან დიდი ხანია მაგ ფერმების შიგნით იყო განლაგებული ერთი, როგორც მე უკვე მითხრეს 2-6 წელიაო და შეამჩნიეს ეს სარდაფი ხო გუშინ საღამოს და აი ეს უკვე ძალიან საინტერესო და ძალიან ასე ვთქვათ, საშიშიც კი არის გამოის ამდენი ხანი ამ ფერმების შიგნით იყო ეს ყველაფერი განლაგებული ეს საშიში რაღაცეები და ვერავინ ვერ შეატყდა. გოგე, აი მეგობრებო, ეკლესია და აი მგონი მეგობრებო, ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვართ, რომ ამოვიცნოთ ვინ არის, ასე ვთქვათ, ქურდი და ვერ გავიგე. მეგობრებო, შეხედეთ რკინის კარი და რისთვის ყველა მთელ სოფელში არის უბრალო კარი და აი ამ ეკლესიაში რაღაცის გამო ასეთი რკინის კარი და გოგე მეგობრებო მოეთაბა. უკაცრავად მე დეტექტივი ვარ, გააღეთ კარი. უკაცრავად მეგობრებო ვერ ვიგებ, არავინ არაა. უკაცრავად გააღეთ თუ შეიძლება კარი, დეტექტივი ვარ. მეგობრებო ვერ ვიგებ. так, окей, მეგობრებო, მაშინ მოეთაბა მე თვითონ გავაღებ, რა კარგია, კიდე წერა გვი მაგთან წამოღებული, так. ამხელა კი უფრო კარგი იქნებოდა და მეგობრებო, так, ერთწუთს გამარჯობა, თქვენ სახლში ყოფილხარ და ვერ გავიგე, რატომ არ მიღებდით კარს? არ მესმოდა. მე ვარ დეტექტივი, აი თუ შეიძლება გაეცანით საბუთებს და მე თქვენთან მაქვს ერთი კითხვა და მითხარით, თქვენ ხომ არიცით რამე აი ამ დიდ ფერმების შესახებ, იმიტომ რომ თქვენი სახლი ყველაზე ახლოს მდებარეობს ამ ფერმებთან. არაფერი არ ვიცი და რა მოხდა? არაფერი არ იცით, მაგრამ შეხედეთ თეთრი მაისური და თეთრი თანაცისფერი ფეხსაცმელი და კიდევ მწვანე თვალები, ყველაფერი როგორც მითხრეს. так, окей, რადგან არაფერი არ იცით, თქვენ ხო არ იქნებით უარზე პრინციპში, რომ შევამოწმოთ თქვენი ყუთი, მეგობრებო, შეხედეთ დანა, მეგობრებო, შეხედეთ სისხლით. ეს გონი 100%-იანი ეს ის დამნაშავე, так, стоп. ეს გაჩერდით, არცად არ წახვიდეთ, ერთუց გაჩერდით, არაფერი არ ქნათ, так, ერთუց მაჩვენეთ მარჯვენა მხარი და ერთუց ასეც ვიცოდი მე. так, ერთუց გაჩერდით, თქვენ არცად არ წახვალთ. პრინციპში ყველა მთელ სოფელში არის პოლიცია. თქვენ ხართ მე ვიცი, თქვენ ხართ ის დამნაშავე, რომელსაც მოკლა რამოდენიმე ადამიანი, 4 თუ 5 ადამიანი და ჩასვით ის ადამიანები აი ამ დიდ ფერმის შიგნით. ოჩახ, მაინც გამომიჭირეთ. მაგრამ მე რას გეტყვი? მე საერთოდ არ ვდანობ, რაც გავაკეთე. საერთოდ არ ვდანობ და კიდეც გავაგზავნებდი თუ თქვენ არ მოხვიდოდით. იცი რა, ისეთი ნაძირლებისთვის, როგორიც ხარ შენ, არის სპეციალური ციხეები და მე, პირადად მე, გაძლევ გარანტიას, რომ ციხიდან შენ უკვე ვეღარასდროს ვეღარ გამოხვალ. შენ დავპები ციხეში. ახლა დროზე მიემართე აი მანქანისკენ და იცოდე, ერთი მაინც ზედმეტი ხელის გაქნება და ეგრევე მოკლავ. წადი ახლა დროზე. ბატონო საბა, დიდი მადლობა. მინდა გადაგიხადოთ
თელმა ჩვენმა პოლიციის სადგურმა, რომ დაგვეხმარეთ უკვე მეორედ და ამოხსენეთ ასეთი ძნელი დანაშაული. არაფრის, ეს არის უბრალოდ ჩემი საქმე, დამიკავშირდით თუ რამეა, სულ დაგეხმარებით. ნახვამდის. მეგობრებო, აი დღეს ჩვენ ისევ ამოხსენით ასეთი ძნელი საქმე. წარმოიდგინეთ მეგობრებო, აი იმ სოფელმა ამდენი საწყალი ადამიანი მოკლა, არა უშავს ის დალპებაც ხეს როგორც მე უკვე თქვი, მე თვითონ გავაკონტროლებ ამას, რომ არასდროს აღარ გამოვიდეს იმ ციხიდან. თქვენ კი მეგობრებო, ასევე მინდა გადაგიხადოთ თქვენ დიდი მადლობა, რადგან თქვენც ასევე დამეხმარეთ და მთელი ამ ვიდეოს განმავლობაში იყავით ჩემთან ერთად. მადლობა დიდი მის ყველა ვიდეოს მომდე, თუ მოგეცეს დედააკეთ, მე კი ახლა წავედი, ნახვამდის.